999 წლის 7 აპრილი. რუსთაველის პროსპექტი მთელი არსებით სუნთქავს. აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თემამ თავისი თავი უდროოდ ამოძურა. და თუკი ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთის მიერ ისტორიული პირობების გათვალისწინებით საქართველოსა და აფხაზეთის საერთო მომავლისათვის ორგანიზებულმა 4 აპრილის აქციამ მხოლოდ 500-მდე მოქალაქე მოიზიდა, 7 აპრილისათვის რადიკალთა მიერ წინ წამოწეულმა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეამ, რომელსაც უკვე ვეღარავინ დამალავდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობა დარაზმა. ირკვევა, რომ ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში არის ძირითადად ორი აზრი საქართველოში შექმნილ დღევანდელ ვითარებაზე. ერთი პოზიცია აქცენტს აკეთებს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და მოითხოვს ყველა ეროვნული ძალების კონსოლიდაციას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშის ქვეშ. მეორე პოზიცია აქცენტს აკეთებს ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უფლებათა კერძო გამოვლინებებზე და მათ დაცვაზე, რაც აგრეთვე სწორია. იყო გარკვეული დაპირისპირებით ვიც ამ პოზიციების შორის მე მსურს შემოგთავაზოთ ერთგვარი გამაერთიანებელი პოზიცია. ჩვენ დიახაც უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ვინაიდან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა არის მიზეზი და წყარო ყველა იმ ეროვნულ უბედურებათა, რომელიც დაატყდა ქართველ ხალხს ამ 68 წლის მანძილზე. ლოზუნგის შეცვლის ინიციატორებმა თუნდაც სახე ცვლილ და მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირს ჩანასახშივე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს. მინდა გიორგი გაგლოცოთ ყველანი. ერის სულიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა. სრულიად საქართველოს მოსახლეობა ერთმა მიზანმა გააერთიანა. ამდენად ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც და ხელისუფლებაც კაცრი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ისტორიას რჩება შედეგი და არა ადამიანური შესაძლებლობა, თუნდაც ყველაზე ურთულეს მომენტში. ეს უნდა იყოს მთელი ერის საქმე, საყოველთაო სახალხო საქმე. მხოლოდ მაშინ აღსდგება საქართველო, მხოლოდ მაშინ განხორციელდება დიდი დავითის ანდერძი. ყველა მიტინგს იყო უმთავრესი მოთხოვნა დამოუკიდებლობისა. ეს მწიფდებოდა ეს სხვათა შორის ამაში ზოგიერთი ხედავს რადიკალიზმს, ზოგიერთი ხედავს ამაში რაღაც ემოციურ მუხტს და არა იმ უაღრესად მნიშვნელოვან მომენტს ერის სულიერი არსებობისას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ისტორია წარმოუდგენელია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველი ერი, კულტუროსანი ერი, ცივილიზებული ერი ისწრაფვის თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ. ეს მუხტი მასში დევს, როგორც ცოცხალ ორგანიზმში, ისე როგორც ეგზისტენციალისტებს უყვართ თქმა, რომ სიცოცხლეს სიმპათია აქვს სიცოცხლის მიმართ, სიცოცხლეს არ უყვარს სიკვდილი, სიცოცხლეს უყვარს სიცოცხლე. ისე ერში დევს ეს როგორც მაცოცხლებელი წყარო, როგორც მუხტი თავისუფლებისკენ სწრაფვა. ამას ვერავინ ვერ ამოაწყობს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ნებისმიერი ქართველი რაოდენ შორს თუ რაოდენ ახლოს დგას ის პოლიტიკურ მოძრაობასთან გუგლი დარჩეს იმ მომების მიმართ, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს. აფხაზეთში, ანუ ჩრდილო დასავლეთ საქართველოში. ეს ჩვენ შტრებს არასდროს არ უნდა დავიწყდეთ. მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გამოსვლას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის საკითხი, ანუ აფხაზეთის პრობლემა არის ჩვენთვის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. და ვეცდები მე თქვენ დაგისაბუთოთ ეს. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოსთვის არ არსებობს. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი. სამწუხაროდ ემოციურ ტალღაზე იქ შეკრებილი მოსახლეობა გონიერებას არ უსმენ და მათ აიტაცეს ეს რადიკალური, ვითომ რადიკალური, მე ამას ფსევდო რადიკალურს უწოდებ, იმიტომ რომ საქმისთვის
არ მგონია ეს რამდენად რადიკალური იყო და წავიდა აქცია ამ მიმართულებით, რომ ყოველგვარი კონკრეტული მოთხოვნები მოიხსნა და დარჩა მხოლოდ ერთადერთი დამოუკიდებლობის ლოზუნგი, რომელიც ჩვენ ისედაც ჰქონდა, უბრალოდ ეს იყო ლოზუნგი და ამ ლოზუნგის პარალელურად ჩვენ ჰქონდა მოთხოვნები კონკრეტული. კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტი იყო, იმიტომ ისინი აღარ არსებობდა, ესე იგი მიტინგი აღარ მოითხოვდა კონკრეტულს არაფერს. დამოუკიდებლობა რატომ არ არის კონკრეტული მოთხოვნა აღიქცენით? თავისუფლება არა იყო. ბევრი პრობლემა იყო მოსაგვარებელი მეთქი, მაგრამ არ პრობლემები სხვათა შორის, აი მე დამიჯერეთ რა, კომუნისტების დროს რაც გვაკლდა საზოგადოებას, ძირითადად გვაკლდა თავისუფლება. სხვა საჭმელის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს არის. არავინ არ იყო მშიერი, გზებიც ამაზე მეტი იგებოდა და დავითვალოთ ახლა კომუნისტების დროს აშენებული სახლები და რამდენი სახლი აშენდა ახლა და კომუნისტებმა ბევრი რაღაცა მართლა აკეთებდა, ერთი რაღაცა გვაკლდა თავისუფლება. რომელიც არ უნდათ კომუნისტებს, იმ თავისუფლებისათვის მივდოდით ჩვენ. ეროვნული მოძრაობის სახელით მინდა გასაგონად მიმართო საქართველოს საბჭოთა მთავრობას, რომ თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენ იძულებული გავხდებით დაბადების დღე როგორც ბატონ ერაგი ბაქრაძესა და ბატონი ზიად გამსახურდიასი აი აქ აღნიშნოს. ეს ყველაფერი არის გასააზრებელი ამ გადასახედიდან მაინც, იმიტომ რომ იმ დროს სამწუხაროდ არ ხდებოდა ამის გააზრება და ამან ძალიან დააზარალა კიდევ მეორე და არ მომწყინდება ამის გამეორება ჩვენი სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა. ძალიან განსხვავდებოდა ხა რა თქმა უნდა ჩვენ ეროვნული თავისებურება გვახასიათებს, ვართ უფრო სამხრეთელი ტემპერამენტიანი ხალხი, უფრო თეატრალიზებულობა გვიყვარს და გვიტაცებს, არტისტულები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ შეიძლება და უკეთესად და უფრო შინაარსიანად გამოგვეყენებინა და არა მხოლოდ გარეგნულ ეფექტებში. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენ აი ამ ბალტიისპირელ მეგობრებთან გქონდა ურთიერთობა. მათი ხედვა იყო სრულიად განსხვავებული დამოუკიდებლობის მიღწევისა. ეხლა შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მათ ბევრად უფრო იოლი პრობლემა ჰქონდათ დასაძლევი, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ ესეთ დაკაბანებულ მდგომარეობაში, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობა ერთად უნდა მიგვეღო ყველას საბჭოეთიდან. თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენ თქვათ მანამდეც ორასლოვანი ბატონობის ქვეშ ვიმყოფებოდით და ამან ჩვენს მენტალობას ეტყობა ძალიან სერიოზული დაღი დაასვა. და რაღაცნაირად ერთბაშად ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინივით იყო ქართველობა და ასეც იქცეოდა რაღაცა ფეთქებადი იყო ჩვენი მთელი მოძრაობა იმ ხნის განმავლობაში. ბალტიისპირელები, როდესაც ლაპარაკობდნენ დამოუკიდებლობაზე, ისინი ფიქრობდნენ ძალიან ბევრ პრობლემაზე. როგორ მოგვარდებოდა მათი ეკონომიკური პრობლემები, როგორი იქნებოდა მათი სამართლებრივი სისტემა. ამ ყველაფერზე ფიქრობდნენ, როგორი იქნებოდა ვთქვათ დასავლეთთან ურთიერთობა მათი, რა გზა უნდა გაევლოთ. ჩვენთან იყო ყოველთვის ესე ლაპარაკი. ჯერ დამოუკიდებლობა, შემდგომ ყველაფერი სხვა. დემოკრატიაც, ეკონომიკაც და ასე შემდგომ. ამან ასე ვთქვათ თელ 20 წელს დაასვა, მე მგონი დაღი და დღესაც გვაქვს. 7 აპრილისათვის თბილისის მთავარ პროსპექტზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. საყოველთაო გაფიცვის იდეას ყველა წარმოება დაწესებულება, სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი შეუერთდა. ეს უკვე მოშიშირა დარიცხვა, ათას გადააჭარბა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. კრემლი საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობას აქციის შეწყვეტას თხოვდა. 7 აპრილს თბილისში გამართული ბიუროს ხდომები ძირითადად დახურულ ხასიათს ატარებდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვითარების განმუხტვას აქციის ორგანიზატორებთან ისევ და ისევ მოლაპარაკების გზით ცდილობდა. რამდენიც დაიყო შეხვედრის 3 აპრილს, როდესაც ნიკო ჭავჭავაძეს ერთად შეხვდით ჩვენ. ამის შემდეგ თქვენი ინიციატივით ბატონო რეზო, როდესაც შემოგთავაზეთ შეხვედრა იმ ხელმძღვანელებთან. ეს იყო 6 საამოს 6 ღამე. შედგა თათბირი მხატვრების საზოგადოებაში მოპირდაპირ სახლის თავზე, რომელიც აღარ არის როგორც სახლი. იქო თათბირი პატიაშვილმა დაავალა რეზო ჩხეიძეს და ლალი ჯავახიშვილს, მე მგონი დაავალა, იმიტომ რომ მისი სახელით ლაპარაკობდნენ. მოლაპარაკება ამ აქციის ლიდერებთან.
მეც იქ ვიყავი, ამ აქციის ორგანიზაციაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღე, იმიტომ რომ არ მიგვაჩნდა ეს სწორად. არ მიგვაჩნდა სწორად. ამიტომ მე ვიჯექი კრიტი ადამიანს თავი და ბოლომდე. რაზეც შეიძლება თქვა, რაც გინდა თითხოვეთ, შეგისრულებთ მომდაკედან წადით. და მე სხვათა შორის მე ამის შემდეგ მე მივედი იქ მასე და უთხარი ერთ-ერთ ლიდერს უთხარი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ამათ მოვთხოვოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამე საქართველოსთვის. მოვთხოვოთ რომ ჩვენ დაგვარიგებინონ გლეხებისთვის, რომლებიც საკარმიდამოთი ცხოვრობენ, დაგვარიგებინონ მიწა. აი ამ რაიონებში, ყველგან არა. აი ამ რაიონებში თავდაპირველად, იმედიც რაიონებში. მე სხვაგან. გამოძალოთ ეს. წავიდეთ აქეთ ეს გამოძალოთ. ეს არის საქართველოს ისტორიისათვის მუშაობა და არა მარტო დღევანდელი დღისთვის. რუსეთისგან მაინც გათავისუფლდებით ასე თუ ისე. აი ეს გავაკეთოთ. არა. ხო და იქ მან ირაკლი თქვა ეს საქრესტომატიო სიტყვა თქვა. ეს საქრესტომატიო სიტყვა. მან თქვა ჩვენ 80 კაცი ვართ, 11 შეფიცულები, ჩვენ 14 აპრილამდე აქედან არ წავალთ. მოკვდები სრულიად არ წავალთ. დაგვიჭერენ, მაინც აქედან არ წავალთ. სხვებს კითხე, კი ბატონო, ჩვენს ესე ვფიქრობთ. ირაკლი წერეთელს ვერ წარმოედგინა და ვერც ვერავის წარმოედგინა, რომ ეს რეპრესია იქნება არა გარეკვა, არამედ დახოცვა. ეს ვერ წარმოედგინა. ერთ მუშტად შეგრულ ქართულ ხალხს მაშინ კითხვის ნიშანი არ გასჭენია. თავდადებისა და რომანტიკის სფეროდან მოსულ ქართულ პატრიოტებს კი გულწრფელად სჯეროდათ, რომ იყო მხოლოდ ერთი გზა და ერთი არჩევანი, ან ყველაფერი დღეს, ან სამუდამო მორჩილება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ცხადდება მრავალდღიანი შიმშილობა და ეროვნული დაუმორჩილებლობა. გადასტურა მოვლენება, რომ საბჭოთა იმპერია მიდიოდა მოდერნიზაციის გზით და ჩვენ ერთადერთი ჩვენი ინსტრუმენტი საზოგადოებრივი აზრი უნდა მოგემზადებინა იმისთვის, რომ ახალ სახელშეკრულებო იმპერიაში ყოფნა არ გვინდა. ჩვენი ერთადერთი მისწრაფება იყო იქითკენ, რომ შეგვექმნა ის სტრუქტურები, ის პოლიტიკური სტრუქტურები, რომელი პოლიტიკური სტრუქტურებიც საჭირო გახდებოდა იმ მომენტში, როდესაც საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა იქნებოდა რეალიზებული. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. ჩვენ ამისთვის ვამზადებდით საზოგადოებას, ამისთვის ვამზადებდით პარტიულ სტრუქტურებს, ამისთვის ვამზადებდით შემდგომ პერიოდში არჩევით სტრუქტურებს, ვამზადებდით იმ სპეციალისტებს, რომელიც ამ კუთხით უნდა ჩართული ყოფილიყვნენ საქმეში, მაგრამ ვიდექით ცარიელი ხელებით ამ ხელა იმპერიის წინააღმდეგ და ვიბრძოდით, რომ არ გაფორმებულიყო ახალი საბჭოთა კავშირი. ვიბრძოდით, რომ ელემენტარულად ეს არა მარტო ჩვენ, ეს შეთანხმებული იყო თითქმის ყველა ეროვნულ მოძრაობებთან, სხვა რესპუბლიკის ეროვნულ მოძრაობებთან, რომ არ მომხდარიყო ახალი ხალხის საპრობილეს აშენება. ამ დროისათვის საქართველოში საკავშირო უშიშროების ხაზით 200-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. მათი აქტიური მუშაობა სახელისუფლებო კულუარებში მიმდინარე შიდა პროცესებზეც აისახა და ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკებს შორის კოორდინაციის ხარისხზეც. მე არ მინდა კონკრეტულად ადამიანებს შევეხო, მაგრამ რასაკურველია გარკვეულწილად ზოგი პირდაპირ იყო მართული, ზოგი ემოციური ტალღით იყო მართული, არა მარტო ასე ვთქვათ ლიდერები, არამედ მე სამწუხაროდ ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება ზოგადად აღმოჩნდა ადვილად მართვადი, არა მარტო ლიდერები. ქართული საზოგადოებაც მართვადი აღმოჩნდა. დღესაც კი 20 წლის მერე ვერ გარკვეულ ვართ, ვინ იყო უშიშროების წარმომადგენელი და ვინ არა და მაშინ ხომ 30,000-დან 50,000-მდე მომქმედი კგბ-ს აგენტი ტრიალებდა ჩვენს გარშემო. ამ სივრცეში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდის გამოყენება გიწევდა. კგბ-ს პირველი და მეორე მთავარი სამმართველო არ ექვემდებარებოდა საქართველოს უშიშროებას. შესაბამისად გარკვეული ინტერესები არსებობდა საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს შორის. საქართველოს ხელისუფლების შიგნით იყო ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი. აი ყოველივე ამის ფონზე არც ერთი მხრიდან ჩვენ არ ყავდა პარტნიორი.
არც ერთი მხრიდან პარტნიორი არ ყავდა, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდა პარტნიორი, რომ აი ეს ტრაგედია აგვეცილებინა. თავიდან არა მარტო 9 აპრილის ტრაგედია, აი ეს პოტენციური ტრაგედია, რომელიც შემდგომ შეიძლება განვითარებულიყო საქართველოში. სწორედ ამის გამო ეროვნული მოძრაობის მექანიზმები იყო ძალიან შეზღუდული. მისი ერთადერთი მექანიზმი იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. ჯერ კიდევ 7 აპრილისათვის ნათელი გახდა, რომ მონიტინგეებზე ფიზიკური ანგარიშწორების რამდენიმე სცენარი არსებობდა. აქედან ერთ-ერთი გეგმის, ეგრეთ წოდებული ბარიკადების სისრულეში მოყვანას, ქართველი ხალხი მირაბ კოსტავას პრინციპული პოზიციის წყალობით გადაურჩა. 7 აპრილს უკვე აშკარა იყო სისხლისღვრა იგეგმებოდა. ეს იყო აბსოლუტურად აშკარა. იქ ტანკებმა გაიარეს, იქ რაღაცა მანქანები გამოჩნდა, სადაც ეწრები ეწყო. აი ყველაფრიდან ჩანდა, რომ აპირებდნენ სისხლისღვრას. და სხვათა შორის მიტინგზე გაისმა მოწოდება, რომ ბარიკადები ავაშენოთო. ესეც სხვათა შორის აი ვამბობ, რომ რადიკალიზმი მართული იყო, მაგრამ ესეც იყო იმავე სცენარიდან. იმიტომ რომ ბარიკადების აშენება ვისაც ყოფდა, რა თქმა უნდა, იმას ვინც გეგმავდა სისხლისღვრას. იმიტომ რომ მაშინ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას გულისხმობდნენ მოსკოვის ხელისუფლებას, ექნებოდა გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის შემდგომი გამართლება იმ სისხლისღვრას, რომელიც მათ ჰქონდათ დაგეგმილი. როდესაც ბარიკადები გამოჩნდებოდა, იტყოდნენ, რომ ეს უკვე რაღაცა ესეთი შეიარაღებული აჯანყების თუ რაღაც ხელისუფლების აღების მცდელობა იყო, გადატრიალების მცდელობა იყო, ეს ჩაიშალა. ну იმ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მერაბ კოსტავას მეშვეობით მოხდა ამის ჩაშლა, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია იქ ვერ გავიდოდა, ისე მერაბ კოსტავამ ითავა, ასე რომ ვთქვათ, ამაზრის განხორციელება და ჩაშალა ეს ბარიკადების განხორციელებას, მაგრამ ესო ხელისუფლებიდან მოდიოდა, იქიდანაც ჩანს, რომ როგორც კი გამოცხადდა მიტინგზე, რომ ავაშენოთ ბარიკადებიო, ზუსტად 10 წუთიც არ იყო გასული, რომ მოადგა იქაურობას დიდი, რა ქვია, იმ ავტო ტრაილერები მოადგა უზარმაზარი სინკარებით. საიდან ასეთი ოპერატიულობა არც ერთ ეროვნული მოძრაობის ლიდერს არ შეეძლო ნამდვილად სინკარებისა და ტრაილერების გაჩენა იქ. ესე იგი ეს აწყობდა ხელისუფლებას, აქედან ჩანს ეს. ბატონო ირაკლი, ის ინფორმაცია თუ არის თქვენთვის ცნობილი 9 აპრილს ვიღაცამ თქვა, რომ ეხლა აქ უნდა დაგვარბიონო და ბარიკადები აღმართოთო. და უცებ რომ მანქანები მოადგნენ იქ რაღაცები, რკინის კონსტრუქციები. იყო ეგეთი ისიც, მაგრამ მე ითქვა რომ ამას აზრი არ აქვს. აი რას ნიშნავს? უცებ როგორი აზრი შეიქმნა, თავი რა იყო, ეს იყო რა ქვია, რა გიგვით მაშინ. ის ინსპირირებული რაღაცა ინსპირირებული იყო ეგეთი ახლა თავიდან რომ აი შეიძლება დაგვარბიონ ტანკებით მოვიდნენ, ამიტომ ესე იგი შემოვრაგოთ ეს გარკვეული ტექნიკით. მე ითქვა ჩვენ მხრიდან რომ ამას აზრი არ აქვს, ერთ-ერთი უარესი იქნება. ну ეს როცა ეგეთი სტიქიური სიტუაცია და ესეთი 1000 რაღაცეები ხდება. ამ დროისათვის საქართველოს თავდაცვის საბჭოს სხდომებზე, რომლის ოქმებიც არ არსებობს, მიტინგის დაშლის სხვადასხვა ვარიანტი მუშავდებოდა. სხდომებს კი უკვე საკავშირო თავდაცვის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი ხელმძღვანელობდა. ძალიან ძლიერი პერიოდი იყო მაშინ ჯუმბერი ატიაშვილისთვის ეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი დინება ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. იქ ვინც არ ნაყოფილიყო, ბატონი ჯუმბერი ყოფილიყო, შევარდნაძე ყოფილიყო, ვინც არ ნაყოფილიყო, იმ დღეს ყველას ერთნაირად მოუწევდა პასუხისმგებლობა ალბათ. მაგრამ თვითონ მე არ ვიტყოდი იმას აქ თელი პასუხისმგებლობა ჯუმბერმა აიღოს თავის თავზე და მას დაბრალდეს, იმიტომ რომ ჯუმბერს მაშინ აქ მოგახსენეთ თითქმის აღარ ეკითხებოდნენ. ისე იყო საკავშირო კგბ ჩამოსული ახლა და ისე იყო საკავშირო სამინისტრო ევდ და ჯარების ხელმძღვანელობა, ისე ხელმძღვანელობა დაკავებულობას, თითქმის გამოთიშულიყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობა. აქ მოგახსენეთ რომ თვითონ თათრის ხელმძღვანელა კოჩეტოვმა გაანაწილა თანამდებობები, ოპერაციის ხელმძღვანელები, მათ შორის როდიონოვი, მე და სხვები. აქციის დაშლის ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის ჯარების სარდალს იგორ როდიონოვს დაავალეს. ცენტრალური ხელისუფლებისადმი საკავშირო სამხედრო ნაწილების შემოყვანის შესახებ დეპეშის ტექსტი კი ცეკას მეორე მდივანმა ბორის ნიკოლსკიმ უშიშროების მინისტრთან გივი გუმბარიძესთან ერთად შეადგინა, რომელიც ცენტრისათვის ერთ-ერთ საიმედო საინფორმაციო წყაროს წარმოადგენდა. Надо спросить теперь с руководства республики, кто обратился за помощью. Кому это разберемся. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილისათვის მზადებას კრემლში პოლიტბიუროს რამდენიმე სხდომა მიეწონა.
ოქმები არც ამ შეკრებებიდან შემორჩა. გარკვეული ძალები საქართველოს ცეკას პირველი მდივნის წინააღმდეგაც აქტიურად მოქმედებდნენ. მათი ძირითადი მიზანი არამხოლოდ ეროვნული მუხტის გაუვნებელყოფა, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ახალ პოლიტიკურ რეალობაში საკუთარი თვითდამკვიდრება იყო. 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლებისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ამაში უზარმაზარ როლს თამაშობდა არა მარტო საგარეო ფაქტორები, არამედ საშინაო ფაქტორებიც. და ეს მასალები სულ არსებობდა, დაიშლებოდა. ბუნებრივია, ეს შევარდნაძემაც იცოდა. აი ამიტომ შევარდნაძე რას იწყებს? შევარდნაძე იწყებს, რომ გამწვავდეს მდგომარეობა საქართველოში, რომ შემდგომ მას მიეცეს შესაძლებლობა მოვიდეს საქართველოში ხელმძღვანელად. აი ხედავთ შემოკარგო რა სიტუაციებია. როგორც მოვიდა ხელმძღვანელებად სხვა კომუნისტები სხვა რესპუბლიკებში. უკრაინა, მოლდავეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ელჩიბეის შემდეგ, სომხეთი და ბელორუსია და ასე შემდეგ. ყველა კომუნისტები მოვიდნენ, თქვენ ხომ იცით, აი როგორ მოხდა, რომ აი ამას ფიქრობდა შევარდნაძეს, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, მაგრამ ასე ადვილი არ იყო საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის მოსვლა. იმიტომ რომ გარკვეულწილად ჯუმბერ პატიაშვილი სერიოზული ავტორიტეტის სარგებლობდა საქართველოში. ძალიან სერიოზული წონა ჰქონდა მას ახალგაზრდობაშიც, მოსახლეობაშიც. ეს იყო ეროვნული სულისკვეთების გამდარებელი კაცი. ამიტომ მისი ასე ჩამოგდება თქვათ ჭალებში, ასე ადვილი აღარ იყო იმ დროისათვის. პირველი ის იყო, რომ უნდა მომხდარიყო ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია. აი ეს რომელიც უნდა კრემლს და მათ შორის შევარდნაძეს. ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია, გამსახურდიას დისკრედიტაცია, კოსტავას დისკრედიტაცია და სხვა ყველა მთელი ეროვნული ძალების დისკრედიტაცია. და ეროვნული ძალების დაპირისპირება რომ მიდიოდა ერთმანეთში, აქაც დიდი უშუალოდ ეწეოდნენ ისინი, რომ აკეთებდნენ ამ დაპირისპირებას. ეგ ძალიან სერიოზული საკითხია. მეორე მათ უნდათ მოეხდინათ, პარადოქსულია, მაგრამ უნდა გითხრათ, კომუნისტური სწორედ მართლობის დისკრედიტაცია. თვითონ კომუნისტური სისტემის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ შევარდნაძეს უკვე ეს კომუნისტური სისტემა ასეთი სახით აღარ აწყობდა, აღარ უნდოდა. მას უნდა მოეხდინა კომუნისტების დისკრედიტაციაც. და მესამე, როგორც გითხარით, ეს იყო სწორედ ჯუმბერ პატიაშვილის დისკრედიტაცია და განთავისუფლება თანამდებობიდან. აი ამას ისახავდა ერთ-ერთი ესე იგი მიზანი გახდათ ამ 9 აპრილის წინადე ფონის თვალსაზრისით ეს იყო აი კრემლის მიზანი და შევარდნაძის მიზანი. ეს არის და ამას მიაღწიეს კიდევაც, მაგრამ ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას ვერ მიაღწიეს. არავის ინიციატივით არ დაწყებულა ეს პროცესი, რომლის შესახებაც ძალიან გამაჯერებლად ელდარ შეგრაიამ ილაპარაკა. დემოკრატიზაციის პროცესი, გარდაქმნის პროცესი, მეგეთქვით რაც ილი ჭირს, მაგრამ ჩვენ თვითო აი ეს პარტია, რომელსაც ასე მივხსენიებთ დღეს, ამ პარტიის ხელმძღვანელობა და მისი გენერალური მდივანი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ძველებური ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. ეს ის ხალხი აღარ არის, ეს სხვა საზოგადოებაა, სხვა ხალხია და მე თქვი წუხებს და მინდა გავიარო დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ თავის შევწიროთ ამ საქმეს, ახალი საზოგადოების შექმნას, ახალი სამყაროს შექმნას. დადგა ახალი ეტაპი. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა დღეს მობილიზებულია ისე როგორც არასდროს. მსგავსი მასშტაბის შიდა დინებების ფონზე ვითარების განმუხტვის ნებისმიერი მცდელობა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. თუმცა ჯუმბერ პატიაშვილს მომიტინგეებთან ჩასვლა და მათთან დიალოგი მაინც ურჩიეს. მან ამ ნაბიჯის გადადგმა მართლაც გადაწყვიტა, მაგრამ ბიუროს წევრთა უმრავლესობა ამ იდეის წინააღმდეგ იწავიდა, რადგან მისგან არა დიალოგს, არამედ პარტიის მანდატის დახევას, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. ამ დროს მე რა უნდა გავაკეთო, რა მოქმედება უნდა ჩავიდინო, შეხვედრა არ უნდათ. მისვლაზე პასუხს გაძლევთ, თქვენ დოკუმენტი მოგეცით, რომ მე მივალ, მაგრამ ამას ვერ ვეტყვი, რომ
დღეს საბჭოთა კავშირიდან გამოვიდეთ, რამეთ ხალხი, მაგრამ ის ხალხი ისინი ხო არ იყვნენ, არ მინდა ახლა მოვნათლო იმ დაგვარად, რომ ზოგიერთს წარმოიდგინოს, არა? მიუროსეროა მითხრობს, რომ დღეს მისდას არავითარი აზრი არ აქვს, ესენი არ არიან, არც დაგემორჩილებიან და ყველაფერი რაც უნდა მოხდეს და რაც მოხდება, დაგბრალდება თქვენ. ორი რამის გაკეთება მაგ სამიდან ნამდვილად შეეძლო ჯუმბერ პატიაშვილს. რა შეეძლო გადამდგარიყო და ჩამოსულიყო მომიტინგეებთან. რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მე მაინტერესებს, რა ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა ჯუმბერ პატიაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების. ეს რა იქნებოდა? ვინ იყო ის ვისნიერ იყო არჩეული? რა უფლებამოსილება ჰქონდა ქართული ხალხის სახელით გამოუცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა? ვიქტორმა ბრაზილოსკასმა ლიტვის კომუნისტური პარტიის პირველმა პირმა ლიტვის ეროვნულ მოძრაობასთან ერთად ხმამაღლა დააყენა ეროვნული თავისუფლების საკითხი, რატო არ შეიძლება რომ ქართველ პატიაშვილს, ქართველ ცეკადებას ისე მოქცეულიყო, როგორც ლიტველის მოიქცა. კაი გამოსულიყო დაუშვათ, ხო? არაფერი მაგას მოკლავდნენ, დამთავრდებოდა ამით, ხო, ალბათ. დამთავრდებოდა, არ იყო დრო, ყველაფერს ხო თავისი დრო აქვს გასულ. არ იყო მომწიფებული, მაშინ იმ ხანებს თორე კი ბატონო ჩვენც ვიქნებოდი, ყოველ დღე მივდივით, მაგრამ ბოლომდე ჩვენც ვიქნებოდი და კაი, ჯანდაბას ათეულები დავხოცილიყავით, ხოლოდ მოხდარიყოს, მაგრამ არ იყო დრო მომწიფებსა. ხომ წიფდება ისტორიის სიტუაცია ხო? არ წიფდება და მერე მოდის ის. ის ლოზუნგებს ის ლოზუნგს თავისი დროს უნდა წამოვაყენოთ. როცა მე მედავებიან ახლა ერთმანეთს გითხარით რომ გამოსულიყო გამოცხადებინა დამოუკიდებლობა და ამითი ყველაფერი დამთავრდებოდა. ამას კი განთავისუფლეთ. თანამდებობის გულისთვის მაძიებელ და მამოძრავებელ კაცს უნდა ჩაარტყა თავში მართლა თუ ამაზე წავა. მაგრამ რა შუაში იყო ეს? მე დავასახელე ჯარის ნაწილები, კგბ, საკავშირო MVD, ალფა, ომეგა, მთელი ეს ხატვის სახსრუ დაკავებული იყო ამ მსროლელები. რისთვის იყო რა უნდა მოხდარიყო უფრო დიდი ტრაგედია. მიტინგის დარბევის მორიგი სისხლიანი სცენარი სწორედ მოვლენების ამგვარ განვითარებას უკავშირდებოდა. ადგილობრივი თუ საკავშირო უშიშროების აგენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომელნიც ორივე მხარეს აქტიურად მოქმედებდნენ, ჯუმბერ პატიაშვილის მიტინგზე ჩასვლის შემთხვევაში მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, რის შემდეგაც ეს ქმედება აქციის მშვიდობიან მონაწილეებს დაბრალდებოდათ და დაგეგმილ რეპრესიასაც გამართლება ექნებოდა. რა თქმა უნდა, არსებობდა ინფორმაციები მის შესახებაც, ეს ინფორმაცია არის, მე ახლა ნამდვილად ცნობილია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ჯუმბერ პატიაშვილის ფიზიკური განადგურებაც, ლიკვიდაციაც. და ამას ვინ მოემზადებდა? ეს კიდე მზადდებოდა რა, თქვენ ფიქრობთ ახლა ეროვნული მოძრაობიდან იქნებოდა ესა? ესეც იქნებოდა ხელისუფლებიდან, ან შუკიდან, ან მოსკოვიდან და ასე შემდეგ. ესე მზადდებოდა. შეიძლება ამიტომაც არ ჩავიდა ჯუმბერ პატიაშვილი, მაგრამ მე როდესაც მისაუბრია ბატონ ჯუმბერთან ამის შესახებ, ამას არ ქონდა აზრი. იმ დროისათვის არავითარი აზრი არ ქონდა. 9 აპრილის ტრაგედიამდე საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს პოლიციკას მეუღლე მდივანი ბორის ნიკოლსკი და საკავშირო სამხედრო მაღალჩინოსნები იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა მიტინგეთა დარბევამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა, აქციის ორგანიზატორები ამ ყველაფერს მხოლოდ პროვოკაციას და ხალხის დაშინების მცდელობას უწოდებდნენ. მოსალოდნელი არის ავღანით დარბევა. წრებს სურთ ჩვენი დაშინება, მაგრამ მათავისუფლებათ რომ საქმე ქართულობასთან აქვთ. ამიტომ ჩვენი რიგები უნდა გავამაგროთ. უნივერსიტეტი, სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თეატრალური, სამხატვრო, სოვეტი, ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ყველა კაფისური შემოუერთდეს აქ. თხოვთ ყველა არქეოლოგიური კომიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, წავიდნენ და თავიანთ უმაღლეს სასწავლებლები და მოიყვანო ხალხი აქ. საქართველოს რკინიგზაში ძალიან სერიოზული ფიგურა გახდათ ჯაფარაშვილი, რომელმაც ჩვენ მოგვეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ვაგონით ჩამოიყვანეს რუსის ჯარისკაცები და როგორ ვარჯიშობენ ისინი
და როგორ აპირებენ დარბევას. ეს ინფორმაცია იქნა მიწოდებული აი ამ მიტინგის აქტივისტებისათვის, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ეს არის პროვოკაცია ხალხს მიმართ, რომ ეს არის პროვოკაცია და ჩვენ ამ პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეკოთ. აი აქ კარგავს ხოლმე იცით აზრს მიტინგს აქვს ერთი ცუდი თვისება. მიტინგზე საღაზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიტინგები არ არსებობს საღი აზრის გამოსამუშავებლად. 8 აპრილს მთავრობის სახლში ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან უკანასკნელი შეხვედრა შედგა. ამჯერად ხელისუფლება და ინტელიგენციის წარმომადგენლები აქციის ორგანიზატორებს მოვლენათა ეპიცენტრის იპოდრომზე გადატანას სთავაზობდა. 9 აპრილის წინ დღით შეგვიყვანეს მთავრობის სახლის პირველ სართულზე. იქ იყვნენ ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, იყო ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ჩვენი მეცნიერები, ბატონი თამაზ გამყრელიძეც იყო თვალწინები, ცხონებული იზა ორჯონიკიძე, ზვიადი მერაბი, ირაკლი წერეთელი, გიაჭანტურია არ შემოვიდა ცხონებული და მე მაგათთან სალაპარაკო არ მაქვს და ითხოვდი რას გადაიყვანეთ მომიტინგეები იპოდრომზე. და ხა იქ ახალგაზრდების ჯგუფი ნუძიათ არაფერს არ ამბობდა, იმიტომ რომ ხა ძირითადად უკვე ხელში ჰქონდათ ამ მიტინგის სადავეები სხვა პარტიებს, უფრო ახალგაზრდა პარტიებს. ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ბანაკი აქციის ერთობლივად მართვასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებათა მიღებას ვეღარ ახერხებდა. სხვა პარტიები კი მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობდნენ. თუ ვინმე სეპარატისტულად სადღაც შეხვდა და საუბრობდა, ჩვენთვის ეს იმ მომენტისთვის არ იყო ნაცნობი. ყოველ შემთხვევაში ასეთი შეხვედრის არსებობის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით. ანუ ესეც მეტყველებს, რომ არ იყო координация თვითონ. არ იყო координация, იმიტომ რომ ის ზალები, კრემლის ზალები, ახლა მე აღარ ვასწავლებ საქართველოს ხელისუფლებიდან თუ მოსკოვიდან, ის ხალხი იყო დაინტერესებული იმაში, რომ აქ უბედურება დატრიალებული. და დადგა მომენტი, როდესაც აი ეს სპეციალისტები, აი ეს სახეები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, შეიძლება კონსენსუსამდე ბუნებრივად მისული იყვნენ. ერთიანი სტრუქტურები შეექმნათ. აი ეს ამის საშუალება, შეერთების საშუალება არ მოგვცა თერმა. იმიტომ რომ ამ აქციების შემდგომ ბუნებრივია, სადღაც ჩვენ მოგვიწევდა დაჯდომა იგივე რეზო ჩხეიძესთან თუ რომან გვეცაძესთან თუ ჯუმბერ პატრიაშვილთან თუ ვიღაცა სხვასთან ამ მნიშვნელობა და უკვე ქვეყნის ბედზე რაღაც იძულებული ხდებოდით, რომ ჩვენ ამაზე გვესაუბროთ. ამის საშუალება არ მოგვცა თერმა. თერმა ორი ქართული ბანაკი სანამ გაერთიანდებოდა ეროვნული მოძრაობის და ხელისუფლებასთან ასოცირებული ადამიანების ბანაკი სანამ გაერთიანდა, მანამდე დაგვარცხა. იმიტომ იჩხარა მან. ეს ბრძოლა მოლაპარაკების ბოლო მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერები აქციის გაგრძელებას 14 აპრილამდე აპირებდნენ. შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სხვა პოლიტიკური ხერხებისთვის უნდა მიემართათ. 14 აპრილის შემდეგ რა პროცესები მიდიოდა? პოლიტიკური ჯანსაღი პროცესები. ჩვეულებრივი პოლიტიკური ჯანსაღი პროცესები, ქართული საზოგადოებრივობის მომზადება იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესში საქართველოს შეენარჩუნებინა თავისი დამოუკიდებლობა და აღედგინა ის, რაც 21 წელს ანექსიით და ოკუპაციით ჩვენ დავკარგეთ. 14 აპრილამდე არის ჩვენი აქცია. და ვიმართოთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მთავრობას. გვაქალოთ, თუ კი დარბევებს ეკნება ადგილი, მაშინ მეგობრებო მოგიწოდებთ მასიური გაფიცებისაკენ, მასიური შიმშილობისაკენ და მოგიწოდებთ ეროვნული დამოუკიდებლობისას, ფორმები ყოველთვის იცვლებოდა იმის და მიხედვით, რომ ამოცანის წინაშე
ჩვენ ვიდექით. იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან რაიმე პროვოკაციის საშიშროება, მაშინ ცოტა ინტენსიური იქნებოდა აქციები, არ იქნებოდა ასეთი პროვოკაციის საშიშროება, მაშინ ბუნებრივია ცოტა სხვა კუთხით გექნებოდა ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრა, პროგრამების აღდგენა, კონცეფციების შეჯერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული ამის ტემპს მოწინააღმდეგე მხარე გვთავაზობდა. ქართული ეროვნული მოძრაობისათვის დამოუკიდებლობის იდეა ბუნებრივია, ამას ვერსად ვერ დამალავდი. ეს განწყობა იყო თითოეულ ჩვენთაგანში, იყო იმ საზოგადოების უკვე ფართო ფენებში, რომლებიც ამ მოძრაობაში იყვნენ ჩართული, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ალბათ მოთხოვნის დონეზე აყვანილი, რომ აი ამ დროს ეს თუ არ მოხდებოდა, მაშინ უკვე რაღაცა უმართავი პროცესები იწყებოდა. ეს უნდა ყოფილიყო თანამდევი, ამ სულისკვეთებით უნდა ყოფილიყო გამსჭვალული მთელი ეს მოძრაობა და ბოლო-ბოლო ჩვენ თუ მაინც არჩევნების გზით ვაპირებდით კომუნისტური ხელისუფლების გაშვებას, ხო ასე მოხდა არა? არჩევნებში გაიმარჯვა მრგვალმა მაგიდამ. იმ არჩევნებამდე მივსულიყავით აი ამ მუხტით, ცოტა უფრო მეტი შინაარსი ჩაგვედო ამ ყველაფერში. და საარჩევნო კანონზე გვემუშავა თუ მოგვემზადებინა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ კომუნისტური ხელისუფლება მართალია, რასაც თქვენ ამბობთ, ყველაფერზე მზად იყო და ყველაფერზე მოდიოდა. მაგრამ ჩვენ მაინც უფრო ავირჩიეთ აი ესეთი მძვინვარე და რადიკალური გზა ბოლო ინსტანციის მოთხოვნებით შეიძლება ითქვას. Зачитываю лозунги, самые распространенные по всему городу и особенно в районе Дома правительства, в том числе на английском языке. Долой русский коммунизм, русские захватчики долой из Грузии, долой прогнившую русскую империю. მოვლენათა განვითარების მსგავსი გეგმა, სადაც კვლავ ეროვნული დაუმორჩილებლებისაკენ მოწოდება ფიგურირებდა, კრემლში კომუნისტების წინააღმდეგ ანგარიშ სწორებად აღიქვეს. რაც ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევდა. მსგავსი პოზიცია ჰქონდა 8 აპრილს გამართული თავდაცვის საბჭოს ყველა წევრს, რასაც საიდუმლო საოქმე ჩანაწერი მოწმობს. აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღეს. ოქმში დაფიქსირებულია, რომ ოპერაცია ფიზიკური ანგარიშ სწორების გარეშე უნდა ჩატარებულიყო. მინდოდა მისი დარბევის ჩატარება მინდოდა, მაგრამ იქ როცა გეუბნება და გაფრთხილებს კოჩეტოვი არმიის გენერალია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. Если мы сегодня не освободим площадь, то Сумгайт полторится. Сумгайчи რა მოხდა ეცის ქართულმა ხალხმა? მე ვიცი რაც მოხდა. იქ ამოიჟრიდა რამოდენიმე ასეული კაცი. ეს ნანახი მაქვს მე. ფოტოზეს და ფირზეს ნანახი მაქვს. ეხლა ვიფიქრე ეს კაცი რომ აფრთხილებს, მე ალბათ რაღაცა აქვს ამას, არა? მაგრამ 4-ის ნახევარზე მაინც ურეკავ და თხოვ დეუნები არო ბეზადნაო სინაკა წერია მაგ დოკუმენტშიც. აი უკვე მე მხედველობაში მაქვს რა პირობა იყო რომ არ მოხდარიყო. 8 აპრილს დედაქალაქში 3 ცხელი წერტილი არსებობდა. მთავრობის სახლი, უნივერსიტეტი და ცენტრალური ტელევიზია. ტრაგედიის თავიდან აცილების უკანასკნელი შანსი კი აქციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეუღლის მობრძანება იყო.